სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი ამბობს: თქვენ ხართ ასონი ქრისტესნი და ტაძარნი სულისა წმინდისა. ნუ იქნებით ასონი მეძავისა, ამით ბიწიერს ხდით არა საკუთარ ხორცს, რადგან იგი ქრისტეს ეკუთვნის. გააცნობიერეთ ეს ყოველივე და შეგვწყვეთ სული წმინდა ნუგეშინის მცემელისა, ვინც თქვენში მკვიდრობს. ძრწოლას გვრიდეს ქრისტე, ვინც ზიარ გექმნა და თავისად მიგიჩნია. შენ წარმოიდგინე ეს ყოველივე და დაიცავი უბიძოება. არა გაქვს უფლება ხორცი მან კიერ სურვილთა დასაკმაყოფილებლად გამოიყინა. მისი მეშვეობით მხოლოდ ღვთის მცნებანი უნდა აღასრულოს. თავს როგორ გაიმართლებ? ეს ხომ ღვთისაგან ნაბოძების გმობა და საფრთხო განჩინებათა მიმართ ამბოხი იქნება. შობის ხაზინას მკვლელობის სალაროდ ხდი. შვილთა გაჩენისათვის შექმნილ დედაკაცს შვილთა მკვლელად აქცევ. გარყვნილი დედაკაცი ხომ უარს არ იტყვის ამგვარ ბოროტ მოქმედებაზე, რითაც შენ გაგხვევს ცეცხლის ალში. მართალია დანაშაულს უშუალოდ ჩაიდენს ის, მაგრამ ამის მთავარი მიზეზი შენ იქნები. სიწვის ცოდვის შესახებ ასე ბრძანებს წმინდა მღვდელმთავარი და რაღა უნდა ითქვას იმ ცოდვის შესახებ, რომელსაც სოდომ გომორის ცოდვა ჰქვია. ამ ცოდვის შესახებ წმინდა მამები საუბარსაც კი ერიდებიან, რადგანაც ბაგით, ენით გამოუთქმელია, იმდენად დიდი სიბილძეა. და როდესაც ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს ქრისტიანობაზე და საერთოდ პიროვნება, რომელსაც თავისთავი ზნეობრივ მოწესრიგებულ ადამიანად მიაჩნია, როგორ შეიძლება რომ აკანონებდე ასეთ საშინელებას? ერთნი შიშით, მეორენი ურწმუნოებით, მაგრამ აკანონებენ ცოდვას, რომელსაც პირუტყვნიც კი არ ჩადიან. ამის შემდეგ, როდესაც ისინი მოხვდებიან საზოგადოებაში, თუნდაც საკუთარ ოჯახში, როგორ უნდა შეხედონ საკუთარ შვილებს, საკუთარ მეუღლეს, საკუთარ ნათესავებს, ასეთი ადამიანები ხო უცხონი ხდებიან ჩვენთვის. ასეთი დეფინიციაც კი გაისმის, რომ ვინც ამ კანონის მომხრეა ევროპულად მოაზროვნეა, ვინც ამ კანონის უარყოფელია, ის რუსულად აზროვნებს. აი სიბრიყვე, სიბეცე, გაუნათლებლობა, სიცრუე ადამიანთა, რომელნიც ამას ამბობენ. თუმცა ისინი შეიძლება რიტორიკით გამოირჩეოდნენ და მასებში, როგორც ინტელექტუალების, ისეთ პიროვნებათა შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგრამ
ადოლფ ჰიტლერიც და დუჩე მუსოლინიც შესანიშნავი რიტორები იყვნენ. არ დაგვავიწყდეს. და მათ რიცხვში კიდევ ბევრი და ბევრი ფაშისტი თუ გარყვნილი ადამიანი შეიძლება რომ მოვიხსენიოთ. ასე რომ რიტორიკით ნუ გაგვაკვირვებთ. ქრისტიანული ოჯახი არის მცირე ეკლესია, ასე უწოდებს მას ჩვენი დედა ეკლესია, სადაც თავი არის მამაკაცი, ცოლი მორჩილი ქმრისა და შვილნი ასევე მორჩილნი მშობელთა. ეს არის საოცარი ჰარმონია, მოსიყვარულე ქმარი საკუთარი ცოლისა და ასევე სიყვარულით აღსავსე ცოლი საკუთარი მეუღლისა და შვილნიც მორჩილნი. აი იდეალი, რომლისთვისაც უნდა ისრაფოდეს თითოეული ადამიანი. ამიტომ ეწოდება ოჯახს მცირე ეკლესია. ამიტომ ებრძვიან მას ისეთი ცოდვით, რომელსაც სოდომ-გომორული ცოდვა ჰქვია. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ კარგად ვიცით ზნეობრივად მოწესრიგებული ევროპელების აზრი, რომელნიც მილიონობით გამოდიან ქუჩებში იმისათვის, რომ ოჯახის სიწმინდე იქნეს დაცული. ასე რომ ნუ მოგვატყუილებენ იმითი თითქოს ევროპაში ოჯახის სიწმინდე არ აინტერესებთ. ჩვენ ეს კადრები კარგად ვნახეთ. მილიონობით პარიზელი ქუჩაში და ასე ხდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მარტო საფრანგეთში არა. და აი გადაწყდა უწმინდესის და საზოგადოების მიერ, რომ დაწესდეს ქართული ტრადიციული ოჯახის დღე. და ეს დღე იქნება სწორედ 17 მაისი. 17 მაისი, რომელიც ოჯახის მტრებმა ჰომოფობიის დღე დააქციეს. სწორედ ამ დღეს აღინიშნება ტრადიციული ქართული ქრისტიანული ოჯახის დღე და მშობელთა დღე. სამწუხაროდ ამ საწყალ LGBT ხალხს მშობლები კი ჰყავთ, მაგრამ თვითონ მშობლები ვერასდროს გახდებიან. ამიტომ მათთვის ეს დღე იქნება შეხსენების დღე. და ყველასთვის, ვინც მათ მხარს უჭერს, რომ ეს დღე არის ასევე მშობელთა დღე. ამასთან დაკავშირებით ასევე მინდა გითხრათ, რომ 17 მაისს ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც სასულიერო პირი, ასევე ერის ადამიანი შეიკრიბება ფილარმონიასთან 10 საათზე, საიდანაც დაიწყება მსვლელობა, ლიტონიობითი, ლოცვითი მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც 12 საათზე პარაკლისს ჩაატარებს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ეს იქნება ჩვენი გარკვეული სახის პასუხი მათთვის, ვინც ჩვენ გვებრძვის, ვინც ახდენს დისკრიმინაციას უმრავლესობის და დემოკრატიაზე ნუ ველაპარაკებია. კეთილი ინებუნდა საკუთარ სახლებში ან პარლამენტში უკვე, რადგანაც მათი საკუთარი სახლი გახდა იგი და ადამიანებს აღარ უსმენენ, საზოგადოებას საერთოდ აღარ ითვალისწინებენ.
იქ ილაპარაკონ ამ სიცრუეზე, რომ ისინი დემოკრატები არიან. დიდი ხანია, რომ ისინი დიქტატორები არიან. ეს ბავშვებმაც კი გაიგეს. ასე რომ ყველას მოგილოცავთ ამ დღის დაწესებას. მე არ ვიცი ეს როგორ მოხდება ოფიციალურად ამას ხელისუფლება დააწესებს თუ არა და რაშიდაც დიდი ეჭვი მეპარება, მაგრამ უწმიდესის კურთხევა ასეთია. ამ დღეს ჩვენ ყველა განსაკუთრებულად ვიზეიმებთ ტრადიციული ქრისტიანული ქართული ოჯახის დღეს. ასე იქნება. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გავუხოთ.